დავიწყეთ ჩვენი განათლების მესამე ნაწილი, ესე იგი ჩვენ თუნდაც არიან თავისუფლების განვითარების ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. ეს რაღაც საინტერესოა. ერთ-ერთი ზედმეტია ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი იყოს, ან თავისუფლების განვითარების, ან ინფორმაციის თავისუფლების. ეს რაღაც ორი საკუთაურის ამბავია. კაი, თქვენ ცდილზე კარგი. კაი, გიორგი კობიაშვილი და ლევან ავალიშვილი. შენ ლევანი ხარ? შენ გიორგი, მივხვდი. ვისაუბროთ პარლამენტის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს, ხო? დავიწყოთ იმით, თუ რატო ვერ ახერხებთ ამ ხარჯების მოძიებას წინა ხელისუფლების დროს. აი უბრალოდ უარს გეუბნებოდი და აი ესე პირდაპირ მიზეზის გარეშე. საქმე იმაშია, რომ უარის თქმა ცოტა რთულია, როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვ. უბრალოდ არ ახორციელებდით მედებას რა. აი ფინანსის სამინისტროში ვაგზავნდით ამ მოთხოვნას და იქიდან პასუხი არ მოდიოდა. საერთოდ. ისო ჩაკლაპა და იცამპირიუ. ან მეორე საშუალება იმისა, რომ ინფორმაცია არ მოეცათ, იყო ესეთი პასუხი, რომ აღნიშნულ არა, ასეთ რაღაც ვერ იტყოდნენ, უბრალოდ ამბობდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან დაცული არ არის. ესეთი ფორმულირებაც არსებობს. მერეისგან მახსოვს პასუხი, გვიპასუხეს, რომ ბიუჯეტიდან არის თანხები გამოყოფილიო, რამდენი, როგორ, რა დროს, ეს არაფერი მოწოდებული არ იქნება. მოვიდა ნათელი, დაამთავრდა ის მმართველობა, როცა ინფორმაციას მალავდნენ და თქვენ რაღაც წერილები, პასუხები მიიღეთ უკვე. მათ შორის ქუთაისის მერიიდან. ქუთაისის მერიაში სიტუაცია არ შეცვლა, ისე ნაცმოძრაობის ხალხია, ხო? მაგრამ თქვენ მაინც მიიღეთ იქიდან. ქუთაისის მერიდან არა, ამაში ეს არის. თქვენ აიღეთ ალბათ ცენტრალური ბიუჯეტის მიერ ხარჯი. ჩვენ მოვითხოვეთ ფინანსის სამინისტროდან მოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რამდენი გადაირიცხა ბიუჯეტიდან თანხა ნებისმიერ მიმართულებაში. პირველი შეკითხვა, რა დაჯდა ეს შენობა? ჯესეთ დამთავრებულია თუ არა შენობა და რა დაჯდა დღეს მდგომარეობით თუ დამთავრებული არ არის? დამთავრებული არ არის, როგორც ჩვენ ვიცით, იქ რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს. დაჯდა უშუალოდ პარლამენტის შენობა დაჯდა 326 მილიონი ლარი, მაგრამ ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც მხოლოდ პარლამენტი, რადგან იქ შემდებოდა მთავრობის სახლიც და მთლიანობაში 350 მილიონი ლარი დაჯდა ამ ადმინისტრაციული შენობა კი. ისეთ ჩვეულებრივი ახალი დიდი შენობაა მთავრობის სახლი, რომელიც პარლამენტთან არსებული იყო და ერთად უნდა განვიხილოთ, კომპლექსი იყო და ერთად იხარჯებოდა. ზოგადად უნდა გაეწია თუ არა ხელისუფლებას, მთავრობას ეს ხარჯები, ეს არის პოლიტიკური საკითხი. იმიტომ რომ მართლაც პოლიტიკური საკითხია, ახლანდელი მმართველი ძალა ამბობს, რომ არ უნდა გაეწია, სააკაშვილი ამბობს, რომ ქუთაისს გადააქცია კვლავ ინდუსტრიის შენებელ ქალაქად და შემატა ახალი სიცოცხლე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური დავა. მოდით ჩვენ ვილაპარაკოთ. კარგი, დაუშვათ, გაწიეს ეს ხარჯი. დარღვევები იყოს სადმე, ანუ რა არ იყოს სწორად თვითონ ამ ხარჯვაში. თავიდან რომ მოვყვეთ საერთოდ როგორ დაიწყო ფულის გამოყოფა ქუთაისის პარლამენტის შენობისთვის, თავიდან იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ გამოიყო 75 მილიონი, გორზებს 74 მილიონი ქუთაისის მერიას და შემდგომ უკვე ჩდება 2011 წლიდან სახელმწიფო მომსახურების ბიურო, რომელიც მთლიანად უკვე კურირებს ქუთაისში პარლამენტის შპს, რომელიც 100% სახელმწიფოს დაფუძნებული არის 2010 წელს და სახელმწიფო მომსახურების ბიურო, რომელიც მხოლოდ ამაზეა ორიენტირებული. არა, სხვა ობიექტებსაც აშენებს, რომ სხვილი სახელმწიფო ობიექტი მშენებლობები რაც იყო, აკოპანის ობიექტია? სახელმწიფო ის და არის უბრალოდ მივიღეთ ჩვენ უშუალოდ ამ სახელმწიფო მომსახურების ბიუროსგან ის დიდი მშენებლობების ჩამონათვალი გაწეული ხარჯთაღრიცხვით, სადაც ჩამოთვლილი არის. ვინ იყო ხელმძღვანელი? დავით კაკაურიძე, სარეგისტრაციო ყოველ შემთხვევაში საბუთებში ესე არის. შემდეგ და ეს შპს იწყებს უკვე საკმაოდ დიდი თანხების მობილიზებას, შეგროვებას უშუალოდ ამ სხვილი ობიექტების სამშენებლად. და როგორ ხდება, უბრალოდ საინტერესო არის თვითონ ის მექანიზმი, როგორ ხდება ამ თანხების მოგროვება. ეკონომიკის ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, მისი კურირების ქვეშ არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ეკონომიკის სამინისტრო ამათი მოთხოვნით გამოყოფს სახელმწიფო ქონებას, ეს არის სხვილი ობიექტები, იჯარით გაცემული ქონებები, მიწა, აქციები, ანუ სახელმწიფო ქონებას. კი, და საკმაოდ კარგად ლიკვიდური ობიექტები, მათ შორის არის სააქციო საზოგადოება ხრამხესიც. ეს ისევე ეს ორგანიზაცია? კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ იმდენად შეფუთულად ხდება ამ ყველაფრის გაკეთება, რომ აუქციონში მონაწილეებით, ანუ აქ არის აუქციონებით გაყიდული ქონებაც, პირდაპირ მიყიდვის წესითაც.
ხო, სხვებისთვის. მე ამათ როგორ აძლევს თუ გაყიდულია უკვე? არა, ეკონომიკის სამინისტრო გაყიდის ჩვეულებრივად აუქციონით, უბრალოდ თანხა იდის უკვე აი ამ დღეებში. მესმის გასაგები. ანუ ისედაც ახლა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ ვიღებდით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროდან, ქუთაისის მერიდან და ახლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მით უმეტეს არ მოვდგენელი იყო ინფორმაცია. ეხლა მივიღეთ. ეხლა მივიღეთ, კი ბატონო. ანუ დავუშვათ სახელმწიფომ რაღაცა გაყიდა, ფული აიღო და აქ ჩაასხა, ხო? როგორ იყო? თუ როგორ იყო? აი მარტივად გავხსნა. შეპესეს აძლევდა ამ ქონებას, ანუ წილს ზრდიდა მის კაპიტალს ზრდიდა. აი მაგალითად სახელმწიფო ქონებას აფორმებდა შეპესეზე. შეპესეს აძლევდა მის კაპიტალს ზრდიდა და მე შეპესე აუქციონით ყიდდა ამას. შეპესე ყიდდა აუქციონით. ეკონომიკის სამინისტროს ხო, ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ ეგიდი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ფული ჩებოდა შეპესეს და მე უშვებდა მაგალითად პარლამენტის შენებლობაში ამ აკვაპარკის შესაძლებელი ეს შეპესე ანუ ჩვენ ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის შენობა აშენებულია პირდაპირ სხვა ქონების გასვისების ხარჯზე. აი როგორც ნახევარი უშუალოდ თანხაა გადარიცხული, ნახევარი უშუალოდ ქონებაა გაყიდული და ხო, სახელმწიფო ქონები. ხო, ანუ ნახევარი იყო სახელმწიფო ქონების ხარჯზე. ანუ როცა გეგმავდნენ თქვენს, რომ იცი რა, ნახევარს ბიუჯეტიდან უზრუნველყოთ, მაგრამ აი ეს აგვაქვს, ამას მივაყიდით და აქ ჩავასხავთ. აი ესე დაგეგმეს. ყველაზე ნათელი მაგალითად ხრამჰესის 100%, რომელიც გაყიდეს 100 მილიონ ლარი. თელას მიყიდეს, ხო? რაოე, ხო, გარდაბანი კომპანია, რომელიც 100%-ის ფლობელი არის. ხო, და აი ფული წავიდა პირდაპირ. გასაგებია, ანუ ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, რომ მივაკვლიეთ საით როგორ დაგეგმეს. ნახევარი მისდეს ბიუჯეტიდან და ნახევარი წინასწარ იცოდნენ რაღაცებს მიყიდნენ იქ ვიღაცები თავიდან ჩაიდო პირდაპირ ბიუჯეტიდან სადღაც 150 მილიონ ლარამდე და ეხლა ეწყობა არ ეყოდა და ეხლა როდესაც 360 მილიონ დაიგეგმა ეს ასე. შემდეგ აი როგორ მიდიოდა თანხები, აი პირდაპირ მიყიდვის წესი იყო, როგორც მე ხვდები ყველგან, არც სად აუქციონი არ ჩაუტარებია. არა, აუქციონი იყო, უმეტესად აუქციონი იყო, მაგრამ როგორ არის, იცით, ეხლა წვრილი ობიექტები აუქციონის სახით იყიდებოდა. სხვილი მაგრამ არა, მე გულისხმობ უკვე შესრულებაში. შესრულებაში, ან რომელი კომპანიები მონაწილეობენ მშენებლობაში. არა, ეს პირდაპირ შესაძლებელი არის. ანუ აუქციონი არ ჩაუტარებია, არც ტენდერი არ არა, უზარმაზარ თანხებზე აქ არის 100 მილიონზე, რომელიც რამდენიმე კომპანიაზე, ორ კომპანიაზეა. ეს არის მაგისტილი? არა, მენო ინტერნეშნალი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სამი მეწილი ყავს, ერთ-ერთი არის ირაკლი ჩიქოვანი, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და გეგეშიძე, გიორგი გეგეშიძე, რომელიც რუსთავი ორის დირექტორია. ხო. რამდენი თანხა გადაერიცხა ამ ფირმებში? სადღაც 280 მილიონი ლარი არის მენო ინტერნეშნალზე გადარიცხული. 280 მილიონი, რომლის დამფუძნებელი არის რუსთავი ორის დირექტორი და ჩიქოვანი. 280 მილიონი ლარი ხალხის ფული. იმიტომ რომ თვითონ მშენებლობაში მარჟა ჩვეულებრივი მარჟა არის 7-10% მოგება თვითონ. შესაბამისად 28 მილიონი ლარი ამ ორ წელიწადში გააკეთეს ამ ფირმებმა, ხო? ეს ისე რომ არანაირ დარღვევა არ ყოფილა. იცით რა არის, არსებობს დეკლარაციები, რომელიც ქვეყნდება და ჩიქოვანი როგორც თანამდებობის პირი აქვეყნებს ამ დეკლარაციებს და ჩვენ ეს დეკლარაცია ვნახეთ და უშუალოდ ამ ფირმიდან შემოსავალი ჩიქოვანს ჰქონდა მარტო 2011 წელს ჰქონდა მილიონი ლარი. ანუ არაფერს არ აკეთდა, როგორც მეწილე ისე იღებდა ამ თანხას. 33%-ის წილის ფლობელი იყო და ეს თანხა მას შემოძდიოდა. ნუ ეს რაც ოფიციალურად არის ცნობილი 2011 წელს, იმიტომ რომ ფართო მასშტაბურად ეს გრძელდებოდა სადღაც 2010-დან შესაბამისად მინიმუმ 3 მილიონი ლარი, როგორც უბრალოდ მეწილეს ისე აქვს აღებული და დანარჩენი როგორ და რა არის, როგორ არის. ძალიან დიდი თანხებია. კიდე რა შეიძლება ითქვას, ანუ კიდე როგორ ხდებოდა, თავად პრობლემა რა არის? ანუ ეხლა პრობლემებში რო გაერკვი აქ საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზი გჭირდება ახლა. ძირითადი ის არის, რომ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, აქ მეორე პიროვნებაც ჩანს პაატა ტრაპაიძე, დასაქმების ყოფილი მინისტრი, რომლის მეორე დიდი მისი კომპანია ეს არის კავკასიის როუდ გრუპი, რომელსაც ასევე სადღაც 40 მილიონი ლარამდე ჩაერიცხა მთავრობის სახლის შენობებისთვის. ანუ ეს მაშინ მინისტრი არ იყო.
არა, მაშინ მინისტრი არის. ხო, ქონდა რაღაც კომპანია, რომელიც კომპანია ქონდა კიდევ ასევე მისი ქონებრივი დეკლარაციიდან როგორც უცხის 2011 წელს მასაც მილიონი ლარი აქვს როგორც დივიდენდი აღებული ამ კომპანიიდან. ძალიან დიდი თანხებია. ხო 2011 წელს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ალბათ უკვე თანხების ამოღება ბიზნესიდან რეალურად დაიწყო უკვე 2012 წელს, როდესაც დასასრულს მიუახლოვდა. ამოღება დაიწყეს? თავისთავად ახლა ამხელა თანხებს რო მიიღებდნენ, უნდა ვივარაუდოთ ახლა. უნდა ვივარაუდოთ. ამას ახლა მილიონებს არავინ არ შეარჩენდა. კარგი, თვითონ პროექტი როცა დაიდო. იცოდნენ წინასწარ რამ დაждდებოდა თუ აი პახოვდო რო იყვნენ ზდიდნენ და ასე თქვა როგორც ჩანს მთლიანად გათვლილი არ იყო, იმიტომ რომ ეს თავიდან როგორც გითხარით, მხოლოდ ბიუჯეტიდან იყო თანხები გადარიცხული ქუთაისის მერიისთვის, ანუ ქუთაისის მერიას უნდა იზრუნველიყო ეს მშენებლობა, მაგრამ როგორც ჩანს ეს უკვე გაცდა ყველანაირ პარლამენტში. რამაინტერესებს ტენდერი თუ ჩატარდა თვითონ პროექტზე მაინც. აი ამაზე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არის. ფოტოშოპს ამას იკვლევდა პარლამენტი, ტემალადის თქვა რაღაც კომისია შეიქმნა, რომელიც ეძებდა უბრალოდ პროექტს, სადაც ხატია მაგალითად ეს პარლამენტის შენობა ან რაღაც გრიგმაა რაღაც სპეტა, რა ვიცი ყველაფერი. ესეთი ინფორმაციის სახის დოკუმენტაცია მოძიებული არ არის. როგორც ცნობილია, ჩვენც მოვეთხოვეთ იგივე ინფორმაცია და არ არსებობს. არც ანგარიშები არსებობს საზღვარგარეთ. ანგარიშების მოვეთხოვეთ, იმიტომ რომ როცა აშენებ ესეთ ობიექტს, ხო, 280 მილიონი ლარი ერთ შენობაზე მიდის. რაღაც ანგარიშების მექანიზმი ხო უნდა არსებობდეს. მიღება ჩაგარების აქტები უნდა იყოს. შესაბამისად რაღაც კონტრაქტი ხო? კონტრაქტი თქვა გაფორმებული. აი მაშინ თქვენერად გითხავთ. აი ამ სამშენებლო ფირმებს ჩიქოვანის სამშენებლო ფირმა, სამტრაპაიძის ვისთან აქვს კონტრაქტი? შესაბამისად შეფასებები სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთან ეკნება. ჩვენ არა, ეგ ფინანსთა სამინისტროს აქვს, ნუ აი ძალიან მნიშვნელოვანია ნახოთ ეს კონტრაქტი. კვლევა და მოკვლევა შიგნით მიმდინარეობს ეს პროცესი. იმიტომ რომ კონტრაქტს შეეწერება ყველა პირობა, ანუ შუალედური ანგარიშების და ასე შემდეგ. 280 მილიონიანი კონტრაქტი. არა, იცით რა არის საინტერესო არის თვითონ პროექტის ღირებულება რა იყო და რამდენი იქნა გადარიცხული. მაგალითად, აი პარლამენტის შენობის მთლიანი ღირებულება პროექტის არის გათვალისწინებული, პროექტით გათვალისწინებული ღირებულება არის 291 მილიონი. 281, რომელსაც Meno Internationals უნდა გადაუხადო. აქედან გადარიცხული არის 216 მილიონ 470,000. ხოლო გამოწერილი ფაქტურა არის 153 მილიონი. ანუ ჯერჯერობით ალბათ დანარჩენი თანხა ჯერ არ არის გადარიცხული. არა, პირდაპირ წერია რომ გადარიცხვის ვადები მშენებლობის საბოლოო მოცულობა და ღირებულება განხილვის პროცესშია და. რას ნიშნავს განხილვის პროცესი? ანუ ჯერ ალბათ მიღება ჩაბარების აქტი. ანუ ეს ხალხი სადაგოთ ჩვენ პარლამენტი მიღება ჩაბარების აქტი არ ყოფილა. არ ყოფილა როგორ. ანუ ესე იგი დაუნთავრებული. ეს არის უბრალოდ გარდა იმისა რომ ეხლა ამდენი თანხა დაიხარჯა, ეგ ერთი კი ბატონო, ეგ ერთი უბედურება, ხო? ვიღაცა თulis ბედნიერება ვიღაცას არ დაგავიწყდა გასაუბრებლად რეკლამას ნახავთ ახლა და რეკლამის შემდეგ შემოვა.